უფლის სიყვარულით ცეცხლებრ ანთებულმა მეფე არჩილმა განიზრახა ხლებოდა ასიმს და დიდი მეუფის მსგავსად თავისი სული მსხვერპლად შეეწირა ქრისტიანებისთვის. ეთხოვა ქვეყნისთვის მშვიდობა, ეკლესიების დაცვა და სჯულის შენარჩუნება. წინააღმდეგობის შემთხვევაში მზად იყო მოწამეობრივი გვირგვინი დაედგა და წმინდა სისხლით გაემშვენებინა ქრისტეს ეკლესია. არჩილმა იცოდა, რაზე მიდიოდა. უმჯობეს არც სიკვდილი ჩემი ვიდრეღა დაოხრებად ქვეყანისა ამის. ბრძანა ნეტარმა დაეახლა ასიმს, რომელმაც ძალიან გაიხარა, წინ მიეგება და შესაფერისი პატივით მიიღო. ასიმი მოიხიბლა მეფის წესიერებითა და ზნეკეთილობით, უხვად დაასაჩუქრა და პატივში ამყოფებდა. უგუნურს ეგონა, რომ ასეთი პატივითა და საბოძვარის აღთქმით აცდუნებდა ქრისტეს ახოვან მხედარს. რამდენიმე დღის შემდეგ ზაკრული ალერსით შეაპარა ქრისტეს სჯულის დატოვება და სარკინოზად მიქცევა. სანაცვლოდ აღუთქვა დიდი პატივი, ამსოფლიური სიკეთე და სამშობლო ქვეყანაში ხელმწიფობა. ამის მოსმენაც კი გაუჭირდა წმინდა გვირგვინოსანს და მტკიცედ უპასუხა: ნუ ირჯები უხსიტყვაობით ჩემსაც დუნებლად, ძლავრო, როგორ ვუღალატებ მაცხოვნებელ ქრისტე ღმერთს, რომელიც არის ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა. ძე დაუსაბამო მამისა და თანასწორი ყოვლად წმინდის სულისა, რომელიც ჩვენთვის, კაცთათვის გარდა მოხდა ზეცით და ხორცი შეისხა ყოვლად უბიცო ქალწული მარიამისაგან და ხორციელი სიკვდილი დაითმინა. დაეფლა და აღდგა ღვთაებრივი ძალით, ამაღლდა ზეცად და მასთან ერთად ამაღლდა ჩვენი ბუნება. კვლავ მოვა დიდებით განსასჯელად ცოცხალთა და მკვდართა. შენ რომ დაგიჯერო, მალე თქვენსავით სიკვდილით მოვხდები და საუკუნო სატანჯველს მოვიპოვებ. და თუ მომკლავ მისი სახელისთვის, მეც მისებრ აღვდგები. მასთან ერთად ვიდიდები და მასთან დავიმკვიდრებ საუკუნო სასუფეველს. წმინდა მეფის შეურყეველი სიმტკიცე უშჯულოს ძლიერ გაუკვირდა. სიმშვიდე რისხვით შეეცვალა და ბრძანა მისი დილეგში ჩაგდება. ბნელ დილეგში დამწყდეული გულმხურვალედ ლოცულობდა და უფალს ევედრებოდა, რათა ღირსი გაეხადა მოწამეთა შორის დამკვიდრებისა. ამ დროს ასიმის წინაშე წარდგა ერთი გარდაბნელი მთავარი, რომლის ბიძის მკვლელები არჩილის პაპას ადარნასე მეფეს შეუწყალებია, რის გამოც შურისძიებით ალესილმა უკეთურმა მოახსენა ჭეჭნაუმს. დიდო მთავარო, განარიცი ვინ არის ეს არჩილი? იგი სტეფანოს მეფის ძეა, დიდი ვახტანგ მეფისა და მერიანი შთამომავალი. იგი თან ახლდა მამას, როდესაც სამეფო განძს მალავდა და ისიც ეწოდინება, სად არის დაფლული მეფე ჰერაკლეს განძი.